ძალიან დიდი ხანია ვლოგი არ გადამიღია და ძალიან მომენატრა. ახლა მივდივარ მაფიის ფინალის სათამაშოდ. უკვე მეოთხე სეზონი ტარდება და მეოთხე სეზონის ფინალშიც მოხვდი. ბევრ საინტერესო ხალხს ვნახავთ დღეს და ვნახავთ აბა როგორი დღე გვექნება. აქ გამოაქვეყნა G2G ფინალისტების სია. წერივა როგორც დათვალავიძე. ჰიტას უკვე მოგებული აქვს ერთი სეზონის ფინალი და ახლა ვნახავთ დათვალავიძე რა სიზამს. ეს ვიდეო რომ გადავიღე რაბანასთან ერთად ჩინეთიდან გამოწერილი ნივთების განკუთვა უკვე 100,000 ავიდა. ამიტომ კიდევ ვფიქრობ ეგეთი ვიდეოს გადაღებას. უკვე გამოვიწერე 20-ზე მეტი ნივთი. ზოგი ჩინეთიდან, ზოგი თურქეთიდან და ზოგი ამერიკიდან. დაახლოებით 10 დღეში ყველა ჩამოსული იქნება და კიდე გადავიღებ ეგეთი სტილის ვიდეოს. ერთი ამანათი ჩამოსული მქონია. აი 11 ამანათი მაქვს გზაში. ეს ჩინური ამანათები. ძალიან მიყვარს ნივთების გამოწერა. აი უკვე 142 ამანათი მაქვს. Holy shit. აუცილებლად დააიქეთ ეს ვიდეო, გამოვიწერეთ არხი და მე წავედი მაფიის ფინალზე. აი ესე მათილებს ყოველთვის ესე ზის. დავანახოთ რა მოხდება. ნახეთ, რამდენი პეტლიშკა მაქვს. ამას ქართულად ქვია ღილი მიკროფონი. აი ესე მიმდინარეობს მაფიის ინტერვიუების გადაღება. გამარჯობა ვასილიშვილი. ლენკაძის ხოლმე და კითხვები უწერია, აი. და იქეთ ხალხი ხმაურობს. ესენი ეოდებიან. ლენკას ტესტავე. როგორ? მე 4-ვე სეზონის 4-ვე ფინალში მოხვდი, რაც ძალიან სასიხარულო და მაგარია. დღეს იმედია ძალიან მაგარი და საინტერესო თამაში გამოგივა. კიდე რას ვკითხო ლენკა? ემი პობამ დამიმიზნა ამ სეზონშიც, როგორც თქვი და მოდა? ეს ახალი ერაა, ბეიბი. ჩვენთვის თავარია ფეიმი და არა წაგება და მოგება. ეს ხოლოს შეხება. გული გავკეთე გული. ესეთი ჩემელია და ესეთი ჩემელია ბუდო. წარმატებებს გისურვებ. მეც გისურვებ წარმატებას. ერთ-ერთი ადამიანის მოგება როგორც გამიხარდება, როგორც ჩემ მოგება. არ შენ. ანალოგიურად. ოქტოპუსს მე თვითონ არ შემილია ეს ოქტოპუსერების ნაცვლად. ოქტოპუსი ხა აღარ გავაშალოთ. არა, უნდა გავაშალო მე ეგრევე. მაგაზე ვიწყებ, ხო იცი, კაროჩი მართალი იყო. პოსტივი. და არამის არაფერი არ გამოვიდა მაგრამ. ჰამაგის წარმომადგენელი. ვაჟა გოგო. G2G დაწერა დღეს დავით ალავიძე იქნება ფინალშიო და ხიტა არ დაწერა. მართლა? ეხუმრა? მოვკითხოთ პასუხი? არა, ახლა რატომ უნდა მოვკითხო? ექიმთან რო წავიყვანო. ანუ რაში გაამართლა ეგ? ანუ მარკეტინგულად იყო სტორის. იღადავა. აუ იცი. ანუ ისაც ვერ იღადავე ხო უშანგელი არ ქვიან რა. ტიტანგელი არ ქვია. კაი სახელი. ჩვეულებრივი სახელის გვარის ადამიანი ხო? რატო ქნა? ძალიან ამაზი სათვალე გიქრთია ბატონო. ადლო მაგარი იმიჯი გაქვს. ბატონო. როგორ განწყობით? კარგად ვარ, კარგად. კარიხანი არ მინახი ხარ, მომენატრე ძალიან. წარმატებები მინდა გისურვო ყველაფერში. მე ცოტა მოვწყდი პირადი საქმიანობებიდან გამომდინარე ქართულ YouTube-ს, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები ძალიან მალე. დაბრუნდი მალე ყველას მომენატრე და აი ხა საახალწლოდ შემოთავაზებ ქართულ YouTube-ს ჩემებურ ვიდეოს. დაბახი ერთ-ერთი გამოშვებული და მაგარი YouTuber-ი ხარ და არ დაიკარგო. იხარია ფინალში რომ მოხდი? ძალიან ბედნიერი ვარ, იმედია კიდე მოხდები ხოლმე ხანდახან. შემთხვევით არ არის აქ რომ მოხდა, ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა რომ იცოდეთ. და ჰიტა თუ იქნა შავით, ჰიტა არ მოკლავს. მე არ მოხდა შანსი რა. ასლან კაიტაში ლაშა მოვიდა, როგორ ახლა? ეგრევე ჩემს ვიდეოში შემოხვდა. ჩაწყობითა მოყვეზე. შენ ვერცით თამაში ვერ გახდი MVP. ვერა? აბა რა გინდა აქ, როგორ მოხდი? Community მომირჩია. ანუ ყველაზე საშუალო ხარ ახლა, ხო. ყველაფერს ვერ დაგძახა. რა თქმა უნდა. ფასტოს კომუნიტის არჩეული იყო წინაზე და 1000 ლარი მოიგო ფინალში. მეც ეგრევე ვიყავი. შეც ეგრე იყავი. ყველა ეგრე ვიყავით. აი ეს არის Poolroom Mafia. აქ არის ამდენი ბილიარდის მაგიდები. აქეთ არის აი ესეთი PlayStation-ები და აქეთ საჭეები და ძალიან მაგარი სივრცეა რომ მეგობრებთან ერთად გასართობად მოხვიდეთ და ითამაშოთ. ზემოთ არის კიდე მაფიის ოთახი, სადაც ახლა ავალთ და ფინალს ჩავწერთ. სოსო შენ ხوار გვეტყვი რამეს? სოსო, სამყაროს გავაშერეთ ტრიალები და გავაჩერეთ. ძალიან მიხარია და რაღაცა ისე ვგრძნობ თავს რა, თითქოს შემთხვევით გავიჩიტი ამ ფინალში და. თან როგორც მოთამაშე მოხდი ფინალში და თან სპონსორიც ხარ. ხო, ორ მაგაც საინტერესოა ჩემთვის მონაწილეობა. გამოტევებს გისურვებ, ხო? ასევე სასიამოვნოდ ვითამაშებთ. იმედია ირგვლივში ვიქნებით. ეს კაცი არის მანგამუნის სული და გული და მე მთელი ჩემი იუთუბერული კედელი მანგამუნის ახატებით მაქვს მორთული და
აი ამ კაცის შემოქმედებაა. მე ძალიან მიხარია ეგ თემა ბევრი იუთუბერს რო აქვს პანელები რა ჩვენ. რო YouTube-ზეც უნდა მელოდოთ რა. ალა შენ წარმატებული. კაიხარ. რო გამოაქვეყნე ფინალისტების სია, მე რატო დამწერე როგორც დავით ალავიძე. ვერ გიცნო ხო? ხიტა სად არისო ყველა წელი. მართლა? ხიტა დარჩა სახლში და დავით ალავიძემ ნახოთ აბა რას იზავს. ხიტას უგამაგებული აქვს და ამიტომ მის თამაში ვიცით ისედაც. ვინ არის ეს შენ ფავორიტი? აუ, დღეს წარმოდგენა არ მაქვს როგორი თამაში იქნება რა, იმიტომ რომ ძალიან რაღაცნაირი განსხვავებული მაგიდა არის რა. მრავალფეროვანი ადამიანებით არის ავსე და რას მოიტანს აბა ნახოთ. დაძაბულობა მაქვს. აი ქართული YouTube-ის მაფია. ესე ლამაზი გახდა ეს ოთახი აქ. ნადვისხე დაუდიათ და აი ახლა რამდენიმე წუთში დაიწყება აქ მაფიის თამაში. მან გამომდის არტები აგერ ჩამოვიდიათ. და ლამაზი. სერიული მკვლელი საამაგარია. უკვე თითქმის ყველაფერი მზად არის და ახლა შევალთ ჩაწერაზე. და იმედია ყველაფერი იხირსებულად და მაგრად ჩაივლის. ამდენი აპარატურით იღებენ მაფიას და კიდე მეორე ოთახშიც არის ბევრი. გაციებული ვარ. ატო რა გაციებული. არა ყველაფერი კარგად. ახეთაც ხო ბიჭებს. ეს არის ვასილიჩი. გამარჯობა ხო და ბევრ ფულს გისურვებთ. თქვენთ და ბატონ დავიცეთ ძალიან ბევრ ფულს. მე მოვედი შამპანური. შამპანერკას. არ იყურება ჩემგან. და თქვენ შამპანური ეს კაცი არის ეს მაფიას და იცოდეთ ვინ არის მაგარი. შემომიხტა კაცი. ეს უბრალოდ აჰა შამპანურის გამომართი. გამომართი შამპანური. გამაგდე კადრიდან. უბრალოდ მამაზი ხალხო. გოგო იუთუბერები. ამან კაცად გაჩვენებთ აგერ მოშივდა ინდეს მუშაობს სლენდერა ჩვენ მეგობარი და კარგი ადამიანი. სალამი ჰიტას გამომწერებს. მიულოცე აბა შენ. გილოცავ დამდე გახალწეს ბედნიერად თუ კარგად და ბევრი იუთუბერი სახე გამოიწერეთ ჰიტასთან ერთად. მაგარი ხარ სლენდერ. ეს კაცი არის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ედიტორი. მადლობა. აა შენ ხა, კაი. მე გოგო იუთუბერი ვარ, ხმა არა მომეღება. გოგო იუთუბერი, როგორ იცები? აბა ჰეი, როგორ თამაში ყოლა, როგორ იცები? ბიჭო ძალიან მაგარი რა. შენ ხარ მაგარი. რა გინდა? ძალიან ახლოს ხარ. ყოლა ძააგო და ძააგაბრაზებულია. მომისმინე საერთოდ. მიუთიგედო? ჰა? მიუთიგედო? აი ასე მორჩა მაფიის მეოთხე სეზონი, ამე მოვიგე. მართალია ადრე გამოვარდი, მაგრამ მაინც კარგი იყო. წავალ ახლა სახლში და რამის გავაკეთებ. ჩემს მეგობარს უნდა შევარო. დაბრუნდი მაფიიდან. ყველაზე მეტად იცით რა ასწორებს? იქ როგორი ხალხიც იკრიბება ხოლმე, ყველა ძალიან კარგი და დადებითი ადამიანია და ეს კოლეგია და მათთან ერთად გატარებული რამდენიმე საათი ყოველთვის ასე ამომთ მოქმედებს ხოლმე. ახლა ნახეთ რა ვთქვა. თუ სახლში გაქვს სოკარგაზის გაზი, თბილისში არ არის. ძირითადად სხვა ქალაქებშია უფრო. სილქისგან შეგიძლია ძალიან საინტერესო შეთავაზება გამოიყენო, რომელსაც ქვია გაათანაბრე. რაც გულისხმობს ზამთარში გაზრდილი გადასახადი შეგიძლია გაანაწილო მთელი წლის მანძილზე. როგორც წესი ზამთარში მეტი გადასახადია, ამიტომ შეიძლება ბევრთქენგანს გამოადგეს. ამიტომ იცოდეთ რომ ეგეთი სერვისი არსებობს. დამატებით ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ვისაც გაინტერესებთ, ვიდეოს აღწერაში დავტოვებ ლინკს, სადაც დაწვრილებით შეგიძლიათ ნახოთ ყველა დეტალი. ხო და სილქს ძალიან ბევრი საინტერესო ეგეთი ამბავი აქვს. წინა ვიდეოში სხვა რაღაცა გითხარით და კიდევ მომდევნო ვიდეოებშიც გეტყვით სხვადასხვა მიმართულებით ეგრე რაღაცებს, რაც კი შეიძლება თქვენთვის იყოს გამოსადეგი და საინტერესო.